თაწმინდის რაიონის გამგებელმა ლეონიძის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა ნიკამელიამ მამხვრილ ქალაქში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილა ყურადღება. ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მერიის ინიციატივით ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი გარემონტდება და ვიდეო კამერებით აღჭურვება. თბილისში არსებობს 57 მიწისქვეშა გადასასვლელი, უახლოეს პერიოდში გამოცხადდეს ტენდერი და 57-ვე უნდა კეთილმოეწყოს, დამონტაჟდეს, ასე ვთქვათ, ვიდეო კამერები და მონიტორები, ფეხით-მოსიარულეებს ჩასვლამდე უნდა იცოდეს რა მდგომარეობაა მიწისქვეშა გადასასვლელში. არ შეიძლება დედაქალაქი შეცვალოს თანამედროვე ევროპული დედაქალაქი, თუ აი ამ მდგომარეობაში არის მიწისქვეშა გადასასვლელი და ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ეს პრობლემა ნამდვილად უნდა მოგვარდეს უახლოეს პერიოდში. და ასევე sweli წერტილები იქნება, ასე ვთქვათ, დამონტაჟებული და უზრუნველყოფილი ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში.